ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, დაბზარულია საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები, იშლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. ვითარების ამსახველ კადრებსა და ფოტოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ასეთი რამ სოფელში ჯერ არ მომხდარა. რამდენიმე დღის წინ მიწა გაიბზარა და თანდათან მატება დაიწყო. ბზარები დიდ მანძილზეა. კვინიკაძეების, დევდარიანების, თხელიძეებისა და კალანდაძეების უბნებიდან მოსახლეობა გაგვყავს. დღეს ვერ იტყვი ხვალ რა იქნება, შეუქცევადი პროცესია, გვეუბნება საკრებულოს დეპუტატი. არ მომხდარა ჩვენთან და რა ვიცი, აი ესეთი დღეში ვართ. თავიდან ჩვენ გვეუბნება რომ გაჩერდებოდა, მაგრამ უკვე რომელიც თანდათან ემართება გამოსახლებელებს უკვე ჩვენ ცხოვრობენ რაღაცა პანიკაში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი უკვე დაალაგდა ისე რომ რაიონი მერია გვერდშიგია, გუბერნიებას მოგცა იმედი და მოსახლეობა არ დაგხვდება გარეთ არავინ. დანარჩენი რა და როგორ თანდათან გადაწყდა ესეთი პროცესია, დღეს ვერ იტყვი ხვალ რა იქნება. მიდის პროცესი. შეუქცევადი პროცესი ამაშია საქმე, რომ ზუსტად ვერ მომგჯერა ხვალ რა იქნება. გზა გაწყდა ორგან და აი ცხოვრებ რო იყო გზაზე ჩაწყობილი. იმანა დაიწყო უკვე დაღუნვა. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა და დავამშვიდეთ ნახოთ რა იქნება. ორი დღის მერე ისევ დაიწყო მატება. უკვე ჩამოვიდა თბილისიდან დეპარტამენტის გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ქურჩიკიძე, 3 ადამიანი პლუს დასავლეთიდან 6 კაცი უკვე გავიდა და დავყევით ჩვენს. დაიწყო მატება ბზარებმა. ავიდეს ხორითია სოფელი. გადაკვეთა იხალხზე წამოვიდა უკან. აღარ გავაგზავნე ღვერკია სოფელი, ხემაღალი და ღვერკი გადამული, დაშორებულია 1 კილომეტრი ერთმანეთს. ეს კილომეტრი ემაზონა გააყოშო ბეტონის გზა და დაიწყო ღვერკისკენ. ეხლა ღვერკშია დაიწყო უკვე ბზარები. უკვე ხემაღალშია და ღვერკშია. ამ წუთში გეოლოგებს შვიდოჯახზე 5-7-ია უკვე გასახლება, მაგრამ ეს არის პროგრესია, შეიძლება უკვე ხვალდილით დავჭირდეთ 9 კაცის გასახლებაზე. ასე რომ რეკომენდაცია სანამ დასკონა მოვა, მანამდე რომ არ მოხდეს არაფერი. ამიტომ არის პროგრესირებადი ეს. ეხლა მდინარე ყარნება გადაკვეთა იქ გზა და მიდის იქით ქანობისკენ და ნახოთ რა იქნება ყოველ დღე ამოდიან უკვე და მიდის მონიტორინგზე. მე არაფერი არ ვგზავნე, მაგრამ გეოლოგები ამბობენ ასე რომ ეს შეიძლება გაჩერდეს პროცესი, შეიძლება წავიდეს მათემატიკური პროგრესიით. ვერ გაიგებ, დიდ მანძილზეა. თითქმის კილომეტრი ნახევარია, სიგრძით და ასეთ ნახევარ კილომეტრი შიგანი აქვს. ამ ხელა რაღაც არ მომხდარა ამ სოფელში აღასრულის. ღვერკსა და ხემაღალში იმერეთის რეგიონისა და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მერის ინფორმაციით უწყება უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის თემის ორ სოფელში, ღვერკში და ხემაღალში მოულოდნელად განვითარდა შესაბამისი მეწყრული პროცესი, წინასწარი აბსოლუტურად ნიშნების გარეშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ რით არის გამოწვეული და რა მასშტაბებს შეიძლება ატარებდეს ეს სტიქია გეოლოგიური დასკვნებით იქნება ძალიან მალე უკვე დადასტურებული, რასთან გვაქვს საქმე. ორგზის იყო ჩამოსული გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლობა 10 დღის წინ იქნა შესწავლილი პირველ ეტაპზე, ხოლო გუშინ მოხდა ასევე განმეორებითი შესწავლა. უახლოეს დღეებში კვლავ იგეგმება ჩვენ მოსახლეობის და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვიზრუნეთ პირველ რიგში. რეკომენდაციის შესაბამისად გამოყვანილია კრიტიკული ზონიდან 17 ოჯახი, მთლიანად აღნიშნულ ასე ვთქვათ რისკის შემცველ ზონაში 30 ოჯახია განთავსებული. შესაბამისად დამატებით რეკომენდაციის საფუძველზე თუ კი გეოლოგები ჩვენ მოგცემენ რეკომენდაციას სხვა ოჯახებსაც გამოვიყვანთ. ცხადია, ეს არის პირველად მოქალაქეთა უსაფრთხოება, ხოლო ამის შემდგომ მოქალაქეებისათვის შეხიდება სახელმწიფოსთან პროგრამები, ეკომიგრანტული მიმართულებით სტატუსი გაუწევათ მათ და სახელმწიფო დაუფინანსებს სხვა ადგილებზე მოხდება მათი განსახლება, თუ სხვა ამ ფორმატის საქმიანობები, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობიდან ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით განხორციელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ
უყურადღებოდ ჩვენ არც ერთ პროცესს არ ხარაგავს და მათ შორის არ ჩვენი მოქალაქეები დაგუკვირებია დღე-დაღამით არის ჩემი წარმომადგენლობა მოადგილეები სპეციალისტები დღესაც გეკმავს ჩვენი ადგილზე ასვლას და ყოველდღიურ რეჟიმში ესე გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება აღმოფხვრილი შესაბამისი რისკები რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება იკენუხებოდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს